ეს თავარი თემა ამბიდან ამბავზე გადადის. უფსკრულსა ხადის, მაგრამ ამბების ცენტრალური ღერძი უცხოური სანქციები და სანქცირებული მაღალჩინოსნები არიან. ჯერ ვახტანგ გომელაურის სამსახურიდან გაშვება და გელაგელაძის აღზევება არ ქონდა ბოლომდე გააზრებული, რომ გავიგეთ როგორ ემარება ივანიშვილი ამერიკის ელჩს. შემდეგ უკვე ივანიშვილისგან გავიგეთ მისი ვერსია, რატომ შვება ამას. ივანიშვილმა აღიარა, რომ სანქციები მუშაობს, ყველაფერი ახლა მისი ქონების გარშემო, მისთვის შექმნილი პრობლემების ირგვლივ ტრიალებს. ესაა ძალაუფლების მთელი ვერტიკალის მთავარი საზრუნავი და მთავარი თემა ყველა საერთაშორისო აქტორთან. დამიბრუნეთ ჩემი ფული. ივანიშვილი ცდილობს მოატყუოს ყველა, რომ ნელ-ნელა ძალაუფლებას თმობს. კობახიძე ახლა პასუხისმგებელი, მაგრამ ამას არავინ არ იჯერებს. ქარვასლა იწვის, ქარვასლა. დღეს ორომტრიალი დილით დაიწყო, როცა ჯერ 10 არ იყო შესრულებული, ვახტანგ გომელაური გადადგა. ამით როგორც მართველთა მხარდამჭერებს უყვართ ხოლმე თვით იდენტიფიკაცია, 2012-იანელთა შემადგენლობა მორიგჯერზე შეთხელდა. იმ ძველი გვარდიიდან ახლა რომ ხელშესახები ძალაუფლება ჰქონდეს, მთავრობაში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე არიან დარჩენილი. ვახტანგ გომელაური ისეთმა კაცმა შეცვალა, რომელსაც უფრო წულუკიანის კომისიაზე დაბარება ეკუთვნოდა. ასეთი ბრუნვადი სამართალი აქვს ოცნებას. გელა გელაძე დიმიტრი შაშკინის მოადგილე იყო და სკოლებში მანდატური სამსახურის შექმნას, მის ფუნქციონირებას კურირებდა. ირაკლი კობახიძემ რო დენაციფიკაციის ეროვნული პროექტი გამოაცხადა სახელად არც ერთი ნაცის სამინისტროებში, ასე მეთოდურად აღასრულებენ ამ ნათქვამს. პირდაპირ შაშკინის მოადგილე დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრად. რა გამოდის შაშკინის მოადგილემ უნდა ნაწილობრივ აღასრულოს და უზრუნველყოს ნაციონალური მოძრაობის გასამართლება, რის ფარგლებშიც მაგალითად ზურაბ ჯაფარიძე ციხეში უნდა იჯდეს. ესაა წულუკიანის სამართალი. ხო, ბუნებრივია წულუკიანიც ივანიშვილის და კალაძის მსგავსად 2012-იანელია. მეტიც ქართული ოცნების პარტიის საფუძველმდებარე შეგრძნება წინა ხელისუფლების სიძულვილია და იქ ახლა ამ სიძულვილში ბოლომდე ორთოდოქსული მხოლოდ თეა წულუკიანი დარჩა. ივანიშვილის და კალაძეს თანამშრომლობდნენ სააკაშვილთან, მხოლოდ თეა ისეთი, რომელსაც ახლაც ზუსტად ისე სძულს სააკაშვილი, როგორც მაშინ სძულდა, როცა მიშა მთელ ქვეყანას უყვარდა. იყო ასეთი დროც. თუმცა არც წულუკიანს და არც სოზარ სუბარს არც ერთს რეალური ძალაუფლება არ აქვს. ეს მდგომარეობა საკადრო შემადგენლობა პარტიის ბირთვს ბუნებრივია შეაშინებს. გამოდის, რომ შეიძლება ყველაფერს ხელი მოაწერო, საშინელი დანაშაულებები ჩაიდინო, არჩევნები გააყალბო, ხალხი ცემო, აწამო, ამის გამო დაგასანქცინონ და მერე იმიტომ მოხსნან, რომ უბრალოდ ივანიშვილს ახლა აღარ სჭირდება, ან რაღაც ოპტიკური ილუზიის შექმნა სჭირდება უცხოელებისთვის. ასეთი საკადრო ცვლილება სანქცირების ეფექტს აძლიერებს და უსიამოვნებას რეჟიმის შიგნით გადამდებს გახდის. როცა სისტემას მარტო ერთი კაცის პრობლემა აწუხებს, ამ ერთი კაცისთვის სხვებმა ბევრი პრობლემა დაიგროვეს და ეს არავის არ ადარდებს, საშინლად იმოქმედებს ეს ყველას პირად мотивაციაზე. ახლა ბიძინა გუშაგებს ცვლის, შიდა საორგანიზაციო 1937 წელი აქვს დაწყებული. ეს ამბავი სულში დაიწყო და ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგრძელდება. ამ ყველაფერს კი ახლავს საგარეო მიმართულებით სრული ფიასკო. რახანია ივანიშვილი გვიმტკიცებდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოეშველებოდა სანქციებს მოუხსნიდა დიპ სტეიტს და გლობალური ომის პარტიას, შვეიცარიულ ბანკებს და მათ მმართველებს ყველას ერთად დაამარცხებდა. შედეგი კი რეჟიმისთვის სავალალოა, რადგან იმას არ ეტყვიან, რისი მოსმენაც უნდა, ივანიშვილი ამერიკის ელჩს რაღაც კუკუდამალ ლობანას ეთამაშება და ითხოვს ჯერ მის პირად პრობლემებზე ესაუბრონ. რამდენი ხანია უკვე რეჟიმის და მისი ოპონენტების დაპირისპირება ემოციური უპირატესობებით მიდის და დღის ბოლოს ანგარიშიც კი შეიძლება დაიწეროს. გუშინ რეჟიმის ყველა ნაწილმა, თითქმის ყველამ იზეიმა ყაველაშვილთან მისული მისალოცი ბარათი. ზეიმი არ ეთხოვოდა ირაკლი კობახიძეს. კვლავ დიპ სტეიტს ეძიებოდა მარკო რუბიოს გამოსვლაში. აშკარად იცოდა, რომ ივანიშვილმა ელჩს უარი უთხრა შეხვედრაზე და ეს მარტივად არ ჩაივლიდა. ივანიშვილი ახლა გვეუბნება, რომ არსებობს დონალდ ტრამპი, მის გარშემო კი ყველა დიპ სტეიტის ნაწილია. კაცი, რომელიც ერთობლივად სამ თანამდებობაზე დანიშნა ტრამპმა, მარკო რუბიო. ეს მარკო რუბიო გამოყავთ ტრამპის მთავარ მტრად, რომელიც ივანიშვილს ებრძვის. დონალდ ტრამპის მტერი და დიპ სტეიტის მოკავშირე გამოდის ტულსი გაბართი, რომელსაც ყველანაირი სახის დაზვერვითი ინფორმაციის თავმოყრა ევალება. არადა სწორედ ამერიკული სამხედრო დაზვერვა იტყობინება, რომ რუსეთს დანამდვილებით უნდა საქართველოს საბოლოოდ საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნება და ოცნების მთავრობის შექმნილი გარემო ამის საშუალებას აძლევს. ტულსი გაბართს ეძახიან დიპ სტეიტს, ვინც ამ ქალის ბიოგრაფიას და შეხედულებებს ზედაპირულად მაინც იცნობს. მიხვდება, რომ რამდენად თვითდამაზიანებელი აბსურდია ამის გაკეთება. მოკლედ, კონვულსიური პარანოია, რაღაც უწყვეტი შინაარსობრივი პროვინციალიზმის ფონზე. ასეთია ქართული ოცნების რეალური დიაგნოზი.